მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბედნიერ მშვიდობიან კვირას გისურვებთ. წმინდანთა ცხოვრება, წმინდა ელენე და კონსტანტინე. იხილეთ სოფო მელაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი. რომის იმპერატორები, რომლებიც თავს ღმერთებს უტოლებდნენ, 300-ზე მეტი წლის განმავლობაში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდნენ, აწამებდნენ და სიკვდილით ჯიდნენ. პირველი იმპერატორი, რომელმაც რომის იმპერიაში ქრისტიანების დევნა შეწყვიტა და მათ დიდი უფლებები მიანიჭა, წმინდა კონსტანტინე დიდი იყო. იმ ხანად რომის იმპერია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად იყოფოდა. კონსტანტინეს მამა კონსტანციუს ქლორუსი დასავლეთ რომის იმპერატორის თანამმართველი გახდათ. დედა ელენე დედოფალი ქრისტიანი იყო და ვაჟს სიყრმიდანვე ქრისტიანული სარწმუნოებისა და მისი მიმდევრების პატივისცემას უნერგავდა. კონსტანტინე იმპერატორი დაიბადა 272 წლის 27 თებერვალს ახლანდელი სერბეთის ტერიტორიაზე, უნდა ვახსენოთ ქალაქი ნაისუსი და საინტერესოა თვით ის ფაქტი, რომ მისი მამა წებსიშვილი იყო კონსტანტინე ხლორუსი, ანუ კონსტანტინე დიდის მამა. თანამმართველი იყო დასავლეთ რომის იმპერიის, შეიძლება ითქვას. რაც შეეხება კონსტანტინე მომავალი იმპერატორის დედას ელენე გახდათ, ასევე დაბალი წარმოშობის ადამიანი, ის იყო ქრისტიანი. მას საერთოდ არ ჰქონდა რაღაც დიდების მოყვარეობისკენ სწრაფვა, ის იყო ძალიან თავმდაბალი ადამიანი, იყო ადამიანი, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა დავის შვილზე და როგორც ამობენ მისი თანამედროვეები, მან განსაკუთრებული პატივისცემა ჩაუნერგა ქრისტიანობისადმი კონსტანტინეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონსტანტინე თავიდანვე იყო ქრისტიანი. აღსანიშნავია, რომ კონსტანტი ხლორუსი, გულისხმობთ მის მამას, არასოდეს დევნიდა ქრისტიანებს, აქ იგულისხმება ის, რომ არ აწამებდა ეს ქრისტიანებს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ვთქვათ, განსაკუთრებული პრივილეგიით ექცევა ქრისტიანებსთან თავად იყო ქრისტიანი, მაგრამ თვითონ ამ დევნაში მონაწილეობას არ იღებდა, ისე როგორც მას ამას აკეთებდა თუნდაც დიოკლეტიანე, თუნდაც აკეთებდა მაქსიმიანი გალერიუსი და სხვაები, რომლებიც სასტიკად უსწორდებოდა ქრისტიანებს მოგვიხსენებათ. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად აირჩიეს. ახალგაზრდა უფლისწული გალერიუსის ლეგიონში მსახურობდა. ხალხს იგი ძალიან უყვარდა და რომის მომავალ იმპერატორად მიიჩნევდა. დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის წარმართი იმპერატორები გალერიუსი და მაქსენტი კონსტანტინეს თავიანთ მეტოქეთ მიიჩნევდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს მას შებრძოლებოდნენ და დაემარცხებინათ. ეს რომ კონსტანტინემ გაიგო ქრისტეს მოძული იმპერატორების წინააღმდეგ საბრძოლველად მზადება თავად დაიწყო. მას რომი უნდა აეღო და საიმპერატორო ტახტი დაეკავებინა. კონსტანტინემ კარგად იცოდა, რომ ბრძოლა ურთულესი იქნებოდა, რადგან მას მაქსენტიზე ორჯერ უფრო მცირე არმია ჰყავდა. სალთათანად ფარდობა მაინც თავისას ამბობდა და როგორც ჩანს კონსტანტინე დიდიც ფრთხილობდა. ხოლო შეიძლება მაქსენტიმ ის მანდატოვა, რომ ისე დავითის სამყოფელი მივიდა თავის წარმართ ღმერთებთან, წარმართ ღმერთების კერპებთან, წარმართულ კერპებთან და იმ ადამიანებს მიაშურა, რომლებიც იყვნენ თავისი წარმართული რელიგიის, ასე ვთქვათ, უშუალო მსახურები, წარმომადგენლები და იგულისხმებიან ჩხიბავები, მისნები, რომლებიც თითქოს მომავალს წინასწარმეტყველებენ და ამ ადამიანებს უთხრა, რომ აი როგორ დამთავრდებოდა ბრძოლა, ვინ გაიმარჯვებდა ამ ბრძოლაში და წარმართებმა, ამ მისნებმა თუ ადამიანებმა, რომლებიც თითქოს მომავალს წინასწარმეტყველებენ, მას უთხრეს, რომ ამ ბრძოლაში შენ ნუ გეშინი, ამ ბრძოლაში რომის მტერი დამარცხდება. არსებობენ კვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ სიმართლე უთხრეს ამ ადამიანებმა მას, იმიტომ რომ რომის ნამდვილი მტერი იმ შემთხვევაში იყო თვითონ ეს მაქსენტი. მაქსენტი ხაფანგი დაუგო კონსტანტინე დიდს და აშენა ხიდი, რომელიც მოჩვენებითად იყო ხიდი და იმ ხიდზე რომ შედგებოდა ჯარი, დაიმსხვრებოდა ეს ხიდი. და ისე უნდა წარმართულიყო ბრძოლა მაქსენტის შეხედვილებით, რომ კონსტანტინეს ჯარისკაცები ამ ხიდზე უნდა მოხვედრილიყო და ხიდი უნდა ჩაქცეულიყო ამ დროს და ვერ უნდა გაეძლო ხიდს მათი სიმძიმისათვის. სიმართლეში სხვაგვარად წარიმართა ყველაფერი. ბრძოლის წინ შუადღეს ცაზე სასწაულებრივად გამოისახა მოელვარე ჯვარი წარწერით ამით ძლევ. ჯვარს კონსტანტინესთან ერთად მისი ჯარისკაცებიც ხედავდნენ. კონსტანტინე ქრისტიანი არ იყო, მაგრამ ჯვრის სასწაულებრივმა გამოცხადებამ იგი სიხარულით აავსო და გამარჯვებაში დაარწმუნა.
იმ ღამით მას თავად მაცხოვარი იესო ქრისტე გამოეცხადა და მოუწოდა საბრძოლო დროშებსა და ფარებზე ჯვრები გამოესახა. იმპერატორი ასეც მოიქცა. ყველაფერი ცხადი იყო. კონსტანტინე ქრისტეს ჯვრის ძალით მტერზე აუცილებლად გაიმარჯვებდა. გვახსენდება ისუნავე, რომელიც იმზადება ძალიან გამაგრებული ქალაქის იერიქონის ასაღებად და ამ დროს მას ეცხადება ანგელოზი და ამშვიდებს მას და ეუბნება, რომ ნუ გეშინია ღმერთი მოგცემ შენ ამ ქალაქს. დაახლოებით ასე განვითარდება პროცესები კონსტანტინესთან მიმართებაშიც. ეს არის რაღაცა ის შემთხვევა, როცა უფალი რჩეულ ჭურჭლად გამოაჩინებს ხოლმე ამ თუ იმ მოღვაწეს და ასე ვთქვათ, თავისი ნებისაებრ ეცხადება, აშკარა გამოცხადებას იღებენ ასეთი ადამიანები. ამ ნიშნით გაიმარჯვებ, ეს გახდა ფაქტობრივად გარდამტეხი. ეს მოხდა 312 წელს და მილვის ხიდის ბრძოლა ასე წარიმართა იმის კონსტანტინეს ცხოვრებაში, როდესაც მან დაამარცხა მაქსენტიუსი. დამარცხებულმა მაქსენტიმ თავის გადარჩენა გაქცევით სცადა, მაგრამ მდინარე ტიბრში დაიხრჩო. კონსტანტინე დიდი რომში ტრიუმფით შევიდა. მაქსენტის ტირანიით დათრგუნული მოსახლეობა ახალგაზრდა იმპერატორს სიხარულითა და იმედით ეგებებოდა. ყველა გრძნობდა, რომ იმპერიაში სრულიად სხვაგვარი, ნათელი და ძლიერი ხანა დგებოდა. კონსტანტინემ ჭეშმარიტი სარწმუნოების შეცნობა დაიწყო და გადაწყვიტა წმიდა წერილი სიღრმისეულად შეესწავლა. საბოლოოდ მან ქრისტიანებს უდიდესი უფლებები მიანიჭა და 313 წელს მათთა სარგებლოდ მილანში ედიქტი გამოსცა. რა იყო ის მთავარი თეზისი, რომელზეც იდგა ეს განკარგულება. ნუ რავი საეკრძალება აერჩიოს და აღასრულოს ქრისტიანული სარწმუნოება, თითოეულს ადამიანს მიეცეს იმ სარწმუნოებაზე მოქცევის საშუალება, რომელსაც ის მიიჩნევს სწორად თავისი შეხედულების შესაბამისად და ქრისტიანებს ენიჭებათ სრული შეუზღუდავი უფლება აღასრულონ თავიანთი ღვთისმსახურება. მოკლედ, მაინც რომ თქვა საბოლოოდ მილანის ედიქტის მიმართ კვლევარების მოსაზრებები ძირითადად ორ ნაწილად იყოფა. ერთი მიიჩნევენ, რომ ამ განკარგულებით ქრისტიანობა პირველ რელიგიად გადაიქცა. მოწინავე რელიგიად გადაიქცა რომის იმპერიაში. მეორენი კი ამბობენ, რომ ამ განკარგულების თანახმად ქრისტიანობა გაუთანაბრდა სხვა რელიგიებს. საქმე ისე გახლავთ, რომ მილანის ედიქტის მიხედვით სხვა რელიგიებსაც რომ მისცემოდა თავისუფლება, არის თქმა მინდა ნახეთ, აი მართალი რომ იყოს ის დამოკიდებულება, რომ ყველა რელიგიას მიეცა თავისუფლება. ყველა გათანაბრდა ერთმანეთთან. მაშინ მანიქეველობაც ხო რელიგია იყო. მანიქეველობა იდევნებოდა ამ ედიქტამდეც, კონსტანტინემდეც და კონსტანტინეს შემდეგაც. ანუ ყველა რელიგიაზე არ ვრცელდებოდა, როგორც ჩანს, ეს ასე ვთქვათ, თავისუფლება. აგზარული იყო მანიქეველობა მერეც კონსტანტინეს შემდეგაც. ამიტომაც კვლევარების, ასე ვთქვათ, აზრით მილანის ედიქტი სხვა რელიგიებთან შედარებით ცალსახად მხოლოდ ქრისტიანობას აყენებდა წინა პლანზე. მილანის ედიქტს სხვა განკარგულებებიც მოჰყვა. კონსტანტინემ ეპისკოპოსებს სამოქალაქო საკითხების განკარგვის უფლება მიანიჭა. აკრძალა ჯვარცმით დასჯა. გააუქმა სისხლიანი სანახაობები, კვირა უქმედღედ გამოაცხადა და მისი საზეიმოდ აღნიშვნა დაადგინა. განსაკუთრებული არის ღირსია კონსტანტინე დიდის ზრუნვა ეკლესიისადმი, ის მაგალითად ცნობილია როგორც ჩქარობდა იმას, რომ ეკლესიისათვის ჩამორთმეული ქონება დაებრუნებინა. მას ძალიან აწუხებდა ეკლესიაში არსებული შიდა უთანხმოებანი, რომლებიც ასე ვთქვათ, წარმართებს ეკლესიის დაცინვის საშუალებას აძლევდა და ყოველნაირად წინააღმდეგებოდა ხოლმე ამას კონსტანტინე იმპერატორი და ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვები, რომელიც მან კონსტანტინემ მიწერა აფრიკის პროკონსულს. და რას ამბობს ის, რომ ის რელიგია, რომელშიაც დაცულია პატივისცემა სეციური სიწმინდის მიმართ, ანუ აქ იგულისხმება ჭეშმარიტი სარწმუნოება, ხო? ანუ რელიგია, რომელშიც დაცულია სეციური სიწმინდის მიმართ პატივისცემა და არ არის სათანადოდ პატივცემული, ეს ძალიან დიდი საფრთხე არისო სახელმწიფოსათვისო. და თუ იგი დაცულია და აღიარებულია სათანადოდო, ამას სახელმწიფოსათვის დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლიაო. მაშინ, როდესაც მაგალითად გალერიუსი ქრისტიანებს უგუნურებს ეძახდა, წარმართულ ღმერთებს ზეციურ ღმერთებად მოიხსენიებდა,
კონსტანტინე ქრისტიანების ღმერთს უწოდებდა დიდ ღმერთს, ყოვლის მყრობელს და წარმართობას უწოდებდა ცრუწმენას. კონსტანტინე დიდის დროს ქრისტიანულმა ეკლესიამ წარმართობაზე გაიმარჯვა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე. ეს აუცილებლად უნდა ითქვას და ქრისტიანულმა რელიგიამ შეიძინა ოფიციალური სტატუსი, ძალაუფლება და ძლიერება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ, როდესაც მიწასთან გასწორებული დევნილი იყო ქრისტიანობა რამდენიმე იმპერატორის მიერ და ქრისტიანები საშინათ იდევნებოდნენ და კანონგარიშით იყო გამოცხადებული და ასე უცებ, ასე ვთქვათ, რომ არა განსაკუთრებული საღვთო ნიშანი, განსაკუთრებული გამორჩეულობა და ის რომ უფალმა რჩეულ ჭურჭლად გამოაჩინა მართლა კონსტანტინეს სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა ის ამას ვერ გააკეთებდა. რომის იმპერიაში ქრისტიანული ეკლესიების ამშენებლობა დაიწყო. კონსტანტინეს ღრმად სწამდა, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტეს სიყვარული და ჭეშმარიტი სარწმუნოება გააერთიანებდა. 323 წელს იგი რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. წმინდა კონსტანტინე დიდს უდიდესი წვლილი მიუძღვის იმდროინდელი ერესების დაგმობასა და აღმოფხვრაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 325 წელს ქალაქ ნიკეაში ჩატარებული პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც თავად კონსტანტინეც ესწრებოდა. მას ესწრებოდა 318 ეპისკოპოსი. ადამიანებს გონია თუ მხოლოდ 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა ამ კრებას, სინამდვილეში 2000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, 318 მხოლოდ ეპისკოპოსი იყო. და მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობები, ის ადამიანები, რომლებიც ეწამნენ ქრისტიანობისათვის, მაგრამ ცოცხალი გადარჩნენ. ოსია კორდუბელი, ევსტატი ანტიოქიელი, მაგარი იერუსალიმელი, სპირიდონ ტრიფონტელი და სხვები და სხვები. და საქმე იმაში გავხდათ, რომ ალექსანდრიელმა ღვთისმეტყველმა არიოზმა, რომელიც საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო და როგორც ჩანს საკმაოდ ქარისმატული, იმიტომ რომ ცირე ხანში მოახერხა მან ბევრი ადამიანის გადაპირება. იწყო ცრუ სწავლება იესო ქრისტეს შესახებ და ის უარყოფდა მის ღვთაებრიობას და მის ერთარსებობას მამა ღმერთთან. ამ კრებაზე არიოზის ერესი დაგმეს, შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელიც როგორც ვიცით, ათანასე დიდის ძალის ხმებით შედარებით იქნა ტერმინი ერთარსი მამისა, ჰომოუსიოს. კონსტანტინე დიდის მიერ ქრისტიანობის დაცვა და მისი სულიერი ფერის ცვალება ცხადია ყველაზე მეტად იმპერატორის დედას, წმინდა კეთილმსახურ ელენე დედოფალს ახარებდა. მაქსენტისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კონსტანტინე დიდი ჯვრისადმი განსაკუთრებული პატივისცემით განიმსჯვალა. ამიტომ გადაწყვიტა იერუსალიმში მოეძებნა ცხოლმყოფელი ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი იესო ქრისტე გააკრეს. კონსტანტინემ ეს უდიდესი მისია საყვარელ დედას დააკისრა. ელენე დედოფალი უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ იერუსალიმში სიხარულით გაემგზავრა. იქ მან იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად ცხოლმყოფელი ჯვრის მოძიება დაიწყო. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვეს ურია სახელად იუდა, შემდგომში კირია წოდებული, რომელმაც თქვა ასეთი რამე: ბაბუა ჩემო, ზაქემო, აუწყა მის შესახებ მამა ჩემსო. შიმონსო, მამა ჩემმა კი მისი ნათქვამი მე გადმომცაო და მან მითხრა ასეთი რაღაცაო, რომ ვინც ჯვარს აცვეს, გარდა მოხსნესო ძელიდანო და შემდეგ დაფლესა და მესამე დღეს აღდგაო. მე სულ ეს ვიციო. გადმოცემის თანახმად ეს ადამიანის იუდა შემდეგ კირიაკე წოდებული იყო წარმოშობით მღვდელთა ფენიდან, მღვდელთა მოდგმიდან და იგი იყო იმ ადამიანის შთაომავალი, რომელმაც თავის დროზე დამალა ქრისტეს ჯვარი. და დედოფალმა როცა მიმართა იუდას, ეთქვა თუ სად იყო დაფლული ქრისტეს ჯვარი, სად იყო დამალული, იუდა თავდაპირველად უარს აცხადებდა დახმარებაზე. არსებობს გადმოცემა, რომ მას ეშინოდა იუდეველების საზოგადოებისა და იუდეველთა რისხვისა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ იუდეველები ქრისტიანობის მიმართ როგორი იყო განწყობილნი და როგორ ვთქვათ, ქრისტეს აღდგომას წარმოუჩენდნენ როგორც ტყუილს. მაგრამ რა თქმა უნდა, უფლის განგებით და უფლის წყალობით, როცა დედოფალმა ბრძანა, რომ დააპატიმრეთო იუდაო, რამდენიმე დღის პატიმრობის შემდეგ მან სიმართლე გაამხილა და ესე იგი მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ეს ადგილი, რომელიც გოლგოთის მახლობლად, სადაც დაფლული იყო ქრისტეს ჯვარი და იპოვეს ჯვრები, ორი ავაზაკისა და თავად ქრისტესი. და მათი იდენტიფიკაციისათვის მაკარი პატრიარქის თხოვნით ქალაქიდან მოიყვანეს მძიმე ავადმყოფი. ზოგი ვერსიით მოიყვანეს მკვდარი ქალი, ზოგი ვერსიით მოიყვანეს მკვდარი ჭაბუკი და სამივე ჯვარი ცალ-ცალკე შეახეს მას.
მნიშვნელობა არ აქვს. ქალი იქნებოდა და კაცი სასწაული აღსრულდა, როცა მესამე ჯვარი შეახეს გარდაცვალებულს, იგი მაშინვე გაცოცხლდა, ან განიკურნა და ასე იგი ამის შემყურე თავად იუდამაც ირწმუნა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ირწმუნა ჭეშმარიტებად ქრისტიანობა, აღიარა და მოინათლა და მას ნათლობის სახელად უწოდეს კირიაკე, ბერძნულად კირიაკოს, რაც ქართულად ნიშნავს უფლისაგანს. ამ მოვლენას შემსწრე უამრავმა ადამიანმა ადიდა უფალი, ყველა სურდა ჯვართან მიახლოება და თაყვანისცემა მისი, მაგრამ ვერ მიდიოდნენ მასთან ახლოს, ამიტომ პატრიარქ მაკარიშს ესთხოვეს, რომ ჯვარი აღიმაღლებინა, რათა ყველას შეეძლებოდა შორიდან მაინც დაენახა ეს ჯვარი და თაყვანი ეცად მისთვის. წმინდა ელენე დედოფალმა იერუსალიმში ყველა წარმართული კერპი შემოსრა. შებილწული ადგილები აკურთხებინა და თავისი ვაჟის ხელშეწყობით 80-ზე მეტი ტაძარი ააშენა. წმინდა ელენემ ცხონყოფელი ჯვარი პატრიარქ მაკარის გადასცა, მისი მცირე ნაწილი და იერუსალიმში ნაპოვნი მაცხოვრის სამშვალები კი ვაჟს საჩუქრად წაუხო. სამშობლოში დაბრუნებული წმინდა ელენე დედოფალი მალე გარდაიცვალა. ქრისტიანებისთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭება უჟულოებს ცხადია არ სიამოვნებდათ. ისინი რომის დიდებას თავიანთ წარმართულ ღმერთებს უკავშირებდნენ, ამიტომ რომაელებს ქრისტიანობის დამცველი იმპერატორი არ უყვარდათ. ეს კონსტანტინემაც კარგად იცოდა და რომში იშვიათად ჩადიოდა. არ ხონდა რაღაცა რომისადმი განსაკუთრებული სიყვარული აქვს, ისტორიკოსები ამასაც ამბობენ. აი დამოკიდებულება რაღაცა რომისადმი არ ხონდა ესეთი, იმიტომ რომ არც უნდა თითქოს იმ საზოგადოებას ახლოს. მისთვის უფრო მახლობელი იყო მაინც აღმოსავლეთი. ხო, ამიტომაც აი რაღაცნაირად თითქოს თავის თავს იქ ვერ ხედავდაო. რაღაც თითქოს ასეთი არის. ანუ ყველანაირად როცა ის ახალგაზრდა იყო, როცა ყალიბდებოდა ლიდერად, როცა რაღაც ძალებს იკრებდა, რაღაცნაირად ვერ გაუღოდი რომის საზოგადოებამ მას. და ვისანაც უფრო ფეხი მოიკიდა და რაღაცნაირად ვისანაც უფრო დააფასეს და რაღაცნაირად ერთგულება დაინახა, ეს არ იყო რომი აშკარად. კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა დაეარსებინა ახალი ქრისტიანული სატახტო ქალაქი, რომელიც წარმართობასთან არაფრით იქნებოდა დაკავშირებული. მან ამისთვის საერჩია ბოსფორის სრუტის ნაპირებზე განლაგებული ძველი პატარა ანტიკური ქალაქი, ბიზანტიონი და მის ადგილზე იმპერიის ახალი დედაქალაქი, კონსტანტინოპოლი დააარსა. ეს მოხდა 324 წლის შემოდგომაზე, თუმცა იგი იმპერიის დედაქალაქად მოგვიანებით 330 წლის მაისში გამოცხადდა. სულიერის გარდა ამ მოვლენას პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. კონსტანტინოპოლი ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობდა და იმპერიის აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს ერთმანეთთან აკავშირებდა. კონსტანტინოპოლელები თავს რომაელებად ღვთისრჩეულ ხალხად, ხოლო იმპერატორს სრულიად საქრისტიანოს მეთაურად თვლიდნენ. ისინი მშობლიურ ქალაქს ახალ რომს ეძახდნენ. კონსტანტინე უნდოდა რაღაცნაირად თავის სახელზე თავის მიერ დაარსებული ქალაქი, იქნებოდა რაღაცა მისი გავლენის ქვეშ, აი როგორ თქვა, აი როგორც შვილს დის ადამიანი, აი თავისი გამოზრდილი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს განათლებული ადამიანი იყო და რომის კანონებს იცნობდა კარგად, მაგრამ როცა ქრისტიანობა მიიღო და ქრისტიანობა მაინც თავის კანონებს ითხოვს, ჩვენ ვიცით ხო ადამიანებს, ახლა როგორ რაღაცა რომ როცა ქრისტიანი ხარ, რა თქმა უნდა, ემორჩილებ რომის კანონს, იმ სამართალს, რომელიც არის იმ ქვეყანაში, მაგრამ შენი კანონებით ამ ყველაფერზე მაინც მაღლად გახარ. და არის ესეთი ვერსია, რომ კონსტანტინეს ჰქონდა, ასე ვთქვათ, იდეა ასეთი, თუ შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტინოპოლი ყოფილიყო ზეციური იერუსალიმის მიწიერი გამოსახულება, სადაც ის კი მეფობდა, მაგრამ ღმერთს ამეფებდა. ჩვენ მე რომ ვნახეთ, რომ ისე განვითარდა ეს ბიზანტიური თეოლოგია და კულტურა და ღვთისმეტყველება, ერთ-ერთი გამორჩეული იყო მსოფლიოში. კონსტანტინე დიდი სახელს უკავშირდება რომში წმინდა პეტრეს ტაძრის, კონსტანტინოპოლში კი ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი ტაძრის, აია სოფიას მშენებლობა. კონსტანტინე დიდი რამდენადაც წარმარტებული მმართველი იყო, იმდენად ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა. მან საკუთარი ნებით სიკვდილით დასაჯა უფროსი ვაჟი კრისპუსი. კრისპუსი იყო კონსტანტინე დიდის უსაყვარლესი ვაჟი, პირველი ცოლისგან, რომელსაც ეწოდებოდა მინერვინა. ეს პირველი ცოლი იყო ქრისტიანი და გარდაიცვალა ადრე.
და ის იყო სამხედრო ლიდერად დაბადებული კაცი. მას ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯარში, ხალხში. მას მომავალ იმპერატორად მოიხსენიებდნენ და ამიტომაც არსებობს ვერსიები მისი ულთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ვერსიად განიხილება ის, რომ კონსტანტინე იმპერატორი ფიქრობდა, რომ რახან ის ასეთი პოპულარული იყო ჯარში და ხალხში, რომ არ გამოეწვია ამას აჯანყება მის წინააღმდეგ, თითქოს მისი სიკვდილი იქნებოდა ყოველივე ამის პრევენცია. ეს ერთი მოსაზრება. შემდეგ არის კიდე ესეთი მოსაზრება, რომელიც საკმაოდ რთულია, ასე ვთქვათ, გასააზრებლად და სათქმელად, მაგრამ ყველაზე ცნობილი ვერსია მაინც და ეს უკავშირდება კონსტანტინეს მეორე ცოლს ფაუსტას, რომელმაც სიცრუით დაადანაშაულა კრისპუსი მასზე ძალადობაში. და ამის შემდეგ თითქოს კონსტანტინესთვის იყო შოკი და იმდენად ძლიერი შოკი მიიღო ამ დროს იმპერატორმა, რომ იმპულსურად იმოქმედა დაუყოლებრივ გასცა ბრძანება მისი სიკვდილით დაჟისა და მოგვიანებით სხვადასხვა ელენე დედოფლის წყალობით, როცა გაირკვა სიმართლე, რომ დამნაშავე არ იყო მისი შვილი ფაუსტა, მოაკვლევინა მეორე ცოლი. შესაძლებელია აგრეთვე ის მომენტიც, რომ ფაუსტას მეორე ცოლს ყავდა სამი შვილი და ის ფიქრობდა იმას, რომ მას რა თქმა უნდა ის კონკურენტად აღიქვამდა თავის შვილებთან მიმართებაში კრისპუსს და გადაწყვიტა აქტიურად ემოქმედა მის წინააღმდეგ. ესეც რა თქმა უნდა სავსე შესაძლებელია, რომ ეს ვერსია იყოს სწორი. ისტორიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ იმპერატორი კონსტანტინე მოატყუეს და საყვარელი ვაჟის მოსაკლავად შეაგულიანეს. უფლის რჩეული სიცოცხლის ბოლომდე თავის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას საშინლად ნანობდა და ღმერთს პატიებას თხოვდა. კონსტანტინე დიდის მიერ თავისი ვაჟის კრისპუსის სიკვდილის დასჯა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მოუცნობი მოვლენა მისი მმართველობის ისტორიაში. მრავალი ადამიანისგან და მრავალი კვლევარისგან და ისტორიკოსისგან გაიგონებთ, რომ კონსტანტინეს სიწმინდე დაჩრდილა მისმა ასეთმა საქციელმა. საერთოდ ჩვენ ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდანობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის შეუმცდარი და ადამიანი არის უცოდველი. წმინდანი სიტყვა ნიშნავს განსხვავებულს, გამორჩეულს და რა უცოდვას და შეუმცდარს. როცა ადამიანი ჩადის ცოდვას, როდის მიეტევება ადამიანს ცოდვა, როდესაც მას ექნება იმ, ასე ვთქვათ, სიმძიმის სინანული, რამ სიმძიმისაც იყო მისი მიერ ჩადენილი ცოდვა. სხვა შემთხვევაში ადამიანს ცოდვებს არ მიეტევება. თუ ადამიანი ამ სინანულთან ერთად ის იმდენ ღვაწლს გაიღებს ქრისტიანობისათვის, ჭეშმარიტებისათვის, რომ გადაწოლის მის მიერ გაღებული ღვაწლი, მის მიერ ჩადენილი ცოდვას, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება თავისუფლად ვისაუბროთ წმინდანობაზე. იდეალური ადამიანი არ არსებობს, უცოდველი ადამიანი არ არსებობს და თითოეული ჩვენგანის და თითოეული ადამიანის გამკითხველი არის თვითონ უფალი. მან იცის ადამიანის გულის ნადები და მან იცის ის თითოეული ადამიანის გულში დაფარული, ასე ვთქვათ, ის სიწმინდე, რომელსაც ჩვენ ხშირად ადამიანები ვერ ვამჩნევთ. კონსტანტინე დიდმა თავისი ცოდვის საპირწონედ მართლაც უდიდესი ღვაწლი გაიღო. მან ქრისტიანობა მრავალეროვანი იმპერიის იდეოლოგიურ საყრდენად აქცია. კონსტანტინეს ძალისხმევი წარმართობის წვდიაში ღვთაებრივი სინათლის სხივი გამოჩნდა და ტირანიით გაწამებული საზოგადოება ქრისტიანულ ზნეობრივ ცხოვრებას შეუდგა. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ კონსტანტინე იმპერატორის ღვაწლი და ის რომ იმ პერიოდში წარმართმა ადამიანმა ასე გადააფასა თავისი მსოფლმხედველობა და განსაკუთრებით აღნიშნეს ღირსია ის, რომ მას ჰქონდა ისეთი ქრისტიანული რელიგიური ცნობიერება, რომ ასე ერთბაშად როგორ მოხდებოდაო ასეთი რამეო და ამბობენ ასეთი მოსაზრება არსებობს ისტორიკოსებში, რომ ეს იყო არა ის, რომ კონსტანტინე ღმერთი იწამა და სასწაულებრივად ირწმუნა უფალი, არამედ უბრალოდ პოლიტიკური მოსაზრება იყო, მას ჰქონდა კარგი პოლიტიკური ალღო და მან სწორად შეაფასა სიტუაცია და იფიქრა, რომ ქრისტიანები არიან მრავალი, გამრავლებული არიან და თუ დაიყრდნობოდა ეს ქრისტიანებს და
მოაპოვინებდა პრივილეგიას რომში. მაშინ აი მომავალი რომის იმპერიის ძლიერებას ქრისტიანებზე იქნებოდა დაყრდნობილი და ამბობენ რომ აქ არანაირი რელიგიური ნიშანი არ შეიძლება დავინახოთ კონსტანტინეს ქცევაში, იყო წმინდა წყლის პოლიტიკური მოსაზრება, რომელიც მე არის რაღაცნაირად ეს შელამაზებული ისტორიკოსების მიერ. ხო, ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავეთანხმებით, თუნდაც იმიტომ რომ მსგავსი ფაქტები ჩვენ ვიცით ისტორიაში და გარდა ამისა ყველაფერს უნდა დავანებოთ, თუნდაც ის რომ პოლიტიკური ალყა ჰქონოდა იმპერატორს ამაში რა შეიძლება იყოს ცუდი. არაფერი კონსტანტინე იმპერატორი იყო კაცი, რომელმაც თუნდაც პირველმა აღმოაჩინა და ერთ-ერთმა პირველმა ის თუ რაოდენობით მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსათვის, თავის სამშობლოსათვის, იმპერიისათვის, თუნდაც ქრისტიანობის რელიგიას და მთელი მსოფლიოსათვის. ჩვენ ვერ დავეთანხმებით თუნდაც იმ ადამიანებს, თუნდაც იმის გამო, რომლებიც ამბობენ რომ მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრების გამო გახრისტიანდა კონსტანტინე, რომ იმ დროს რომის იმპერიაში მხოლოდ 7% იყო ქრისტიანი. და წინასწარ ძალიან რთული იქნებოდა მის განსაზღვრა, რომ ეს 7-8% დევნილი ადამიანები, ასე ვთქვათ, სამომავლოდ არ გაქრებოდნენ. წმინდა კონსტანტინე დიდი გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოინათლა. ამის შემდეგ მას სამეფო სამოსი აღარ ჩაუცვამს და სიკვდილამდე მხოლოდ თეთრ კვართს ატარებდა. წმინდა იმპერატორი 327 წელს სულთმოფენობას ნიკომიდიაში გარდაიცვალა. იგი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და წმინდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დაკრძალეს. რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნებოდა მის ცხოვრებაში ამდენი ასეთი კატაკლიზმების, ასეთი ფერისცვალების, ასეთი შინაგანი რაღაც აღმასვლები, როცა ერთი ადამიანის პიროვნებაში ხდება ამდენი გარდატეხა, ამდენი სიახლე, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა ადვილი ამ ყველაფრის გაცნობიერება და ამიტომაც ამას დრო ჭირდებოდა და მან ჩათვალა ასე რომ როცა სიკვდილის მონათრული იყო და ჩვენ ვიცით რომ ნათლობის ადამიანის მიიტევება ყველა ცოდვა. ესეც ხო ვიცით და ამიტომაც შეიძლება ითქვას მისი განსაკუთრებული შეულებიდან გამომდინარე, იმ სიყვარულიდან გამომდინარე, რა სიყვარულითაც უფალს უყვარდა იქ. თვითონ უფალმაც ასე ინება რომ სიკვდილის მას ყველა ცოდვა მიიტევებოდა და მოენანიებინა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ჩვენი გადასახედიდან თითქოს არ არის დიდი საქმე, ის რაც კონსტანტინემ გააკეთა. მაგრამ მიწასთან გასწორებული, ნაგვემი, გაუბედურებული, კანონგარიშად გამოცხადებული ქრისტიანები ფელზე დააყენა. და არა მარტო ფელზე დააყენა, არა მარტო გაუთავდა ბრასხვებს, არამედ ყველაზე წინ წაწია ეს სარწმუნოება, რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა ადვილი საქმე, არ იქნებოდა მარტივი საქმე. ეს იყო მართლაც რჩეული ჭურჭელი, უგამორჩეულესი პიროვნება ქრისტიანობის ისტორიაში. მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდა იმპერატორ კონსტანტინე დიდს და მის დედას წმინდა ელენე დედოფალს მათი განუზომელი ღვაწლის გამო მოციქულთა სორნი უწოდა და მათი ხსენების დღეთ ძველი სტილით 21 მაისი, ახალი სტილით კი 3 ივნისი დაადგინა. ჩვენ დღეს ამით გამშვიდობებით დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ამბები ღმერთსა და ადამიანებზე ნახვა შეგიძლიათ ყოველ კვირას 22 საათზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ეთერში. გამშვიდობებით.